თავარი პირველი დაბრუნება, ეს არის პირველი გადახედვა, რა იყო ამ შემთხვევაში საინტერესო, ანუ ინტერესო და რა უნდა შევცვალო უკვე სერიოზულად, ხო? ან არ ვცვლი და იგივეს ვაგრძელებ, ანუ არ ვიღებ პასუხისგებლობას ჩემს ცხოვრებაზე და ჩემს თავს. არ ვცვლი, ანუ ინფანტილიზმში ვრჩები, ბავშვობაში ვრჩები, მერე გვჭირდება ტყუილები, მერე აფერისტობა, ან სხვა პარაზიტობა, სხვების ენერგიაზე ჯდომა, ან ფინანსურად, ან ენერგეტიკულად, აი სულ ნაწყენები რო არ, სულ გაფუტულები რო არ, ის რას ნიშნავს, რომ არ ვიღებ პასუხისგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, ხო? და ის ხებს ვარ ჩამოკიდებული. კაცებს განსაკუთრებით მჭირთ ამ ფაზას თუ ვერ გაივლიან, იმიტომ რომ სატურნე მაინც კაცურ არქეტიპთან არის ახლოს პასუხისგებლობა, ხო? სადღაც ტვირთი, მამაკაც უფრო პასუხისგებლობა ევალება, იმიტომ რომ ის პასუხისგებელი არის ცოტა გენეტიკურად რო ვთქვათ, მომავალზე, როგორც შვილები უნდა დავიცვა, ოჯახზე უნდა ვიზრუნო და მამაკაცი, რომელიც ამ ასაკში არის არეულ-დარეული, პასუხისგებლობების ნაწილში, ხო, არ იღებს ტვირთს. შეიძლება ახლა ოჯახი წყავდეს რაღაც, მაგრამ ინფანტილური არის მაინც, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ აი სატურნის ფაზა სადღაც ვერ გადალახავს და წავა ქვედა განვითარებაში, ხო? და ყველა საკვაკ ხო რაღაცა ჩვენი დასამუშავებელი, ამისთვის შემდგომი ფაზები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი წელი 44-46 წლის შუალედი, 43-45 ზოგთან, ოპოზიცია რო იწყება სატურნის, ეს შემდეგი, ანუ პირველი დაბრუნება იყო, მერე კვადრატურა იყო და ახლა ოპოზიცია ერთვება, ხო? აი ოპოზიციური ფაზა შემდგომი, აი ეს პერიოდი, ოღონდ მან რა ხდება, იცით, რომ აი ურანის ისა ოპოზიციაც ერთვება მან, ეს ბუნებრივად არის ურანის ფაზები, ეს არის 42-44 წლის შუალედი, დაბრუნება რო ეწყებათ, ოპოზიცია რო ეწყებათ ურანის და ეს არის ძველი ცხოვრება, მინდა დავანგრიოს საერთოდ. და აი თუ დააკვირდებით მაგ ფაზებს, ხალი რო ნენლა ხვდება, რომ ახლა ჩემ თავისთვის უნდა, მე უკვე პასუხისგებლობა აღარ მინდა, ჩემ თავისთვის უნდა ვიცხოვრო და მალე ვიწყება უკვე სატურნის ოპოზიციური ფაზა. ანუ ეს პირველი ურანი გადავიარეთ, აი რა ცვლილება მინდა, განახლება მინდა ჩემ ცხოვრების, აი ბავშვები გაიზარდნენ უკვე, ან გაშორება მინდა ქმართან, ან პირიქით დაქორწინება მინდა სადღაც, ან ბავშვის გაჩენა მინდა, ანუ რაღაცა დიდი სიახლე, ხო? ეს ურანის ფაზები არის და უცებ მოდის სატურნის ოპოზიცია ისევ და აი აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შანსი ზუსტად, ან ქორწინება დაშალონ, ან ქორწინებაში შევიდნენ, ან კიდე სტრუქტურაში სადღაც უკვე კარიერულად აქტიურად გამოვიდეს ადამიანი, ხო? და აქაც არის ეს ფაზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზა, რომ გადახედოს თავის ცხოვრებას და არჩევანი გააკეთოს რა უნდა, გათავისუფლდეს ძველისგან და შექმნას ახალი.